ნებისმიერი ღობე საჭიროებს მონიშნას. იქნება ეს პროფნან სტილის, ბადე რაბიცის, ევროშტაგეტნიკის, ფიცრის თუ პენოპლექსის ღობე. ეს ღობის მარტივი ნაკლებ შრომატევადი მონიშნვა. ძალიან იშვიათად ხდება ყველაფერი იდეალურად. სწორი მონაკვეთი ყოველგვარი დახვეებული დაბრკოლებების გარეშე. პროცესი შეიძლება გაართულოს მომავალი ღობის დიდმა სიგრძემაც, მაგალითად როგორც ჩვენთან. ეს პირველი ვიდეოა სუპერ ნაკლებად შრომატევად და სუპერ მასალად აზუვიან, მაგრამ ამასთანავე ლამაზ ღობეზე. ტექნოლოგიის დამუშავებით სუპერ საიმედო ბოძების დამონტაჟებისთვის რთულ კუჩინიან ნიადაგზე, შევსების მარტივი მონტაჟით. მიზანი ისაა, რომ ასეთ ამოცანა შეძლოს, გაუმკლავდეს თუნდაც დიასახლისი და მარტივად ნებისმიერი დამწყები ხელოსანი არხის იაშა კოსიაკის სიმღერები მაყურებლები პირველები გაიგებენ ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას. ამიტომ ყველაფერს რიგრიგობით მომიყვებით. ყველას მოგესალმებით. ერთი მხრიდან დავეყრდნობი ჩვენი წინა ღობის უკიდურეს ბოძს. მასზე სამაგრის დახმარებით დავამაგრე 3 მიანი ტროსი. მეორე მხრიდან იმ ბოძზე, რომელიც კუთხის ბოძად მივიჩნიეთ, მოვახერხე მივემაგრებინა პროფილის მილის ნაჭერი, რომელზეც დამაგრებული იყო როლიკი. როლიკმა დამეხმარა ტროსის კარგად დაჭიმოში, რამდენადაც ეს შესაძლებელია სოლიდურ 50 მეტრზე. ტროსი განსხვავებით სხვადასხვა თოკებისა და ბაწრებისგან პრაქტიკულად არ იწელება და ეს ზუსტად ისაა, რაც მე მჭირდებოდა. საჭირო სიგრძის მისაღებად ტროსის ერთმანეთთან შეერთება დამჭირდა სპეციალური ტროსის სამაგრებით. შემდეგ დამჭირდა კარაბინი და შვეული. შვეულის ძაფი უბრალო მარკუჟით მივამაგრე კარაბინს ვინზე. კარაბინი ადვილად გადაადლილდება ტროსზე. მარკუჟი საშუალებას მაძლევს სწრაფად და მარტივად შევცვალო შვეულის ძაფის სიგრძე. საჭიროა მხოლოდ ოდნავ ერთდროულად მოკაჩო ორივე ძაფზე. ზემოქმედების გარეშე შვეული მაშინვე ფიქსირდება საჭირო სიმაღლეზე. გეოდეზისტების მიერ მეზობლის ნაკვეთის გაზომვისას ჩაჭედილი არმატურის ნაჭერის საოცრად დაემთხვა ჩვენი წინა ღობეების საზღვრებს. თოკი და შვეული თვალსაჩინო დაჩვენებს სად გაივლის ახალი ღობე. ამიტომ მცირედი თვალსწორე მცენარეულ სიჭარბეს მეზობლის მხრიდან. ჩვენს კლიოს კორექტირებას ჩემი ცოლი აპირებდა. ამიტომ სწრაფად უბრალოდ ტოტი დავაყენე საყრდენად. კარგად გავთვე ჩვენი ალუბლების ტოტებთანაც. ეს აქტიური სამუშაო კადრს მიღმა დარჩა. ვცდილობ, რომ არც ერთი ტოტი არ შეეხოს თოქს. სწრაფად ხედავ, რომ ძველი ღობის პირველი ბოძი აშკარად გადახრილია და მეზობლის მხარესაა გადახრილი. მეორე ბოძი კი კიდევ უფრო მეტად. ვაგზელებთ მოძრაობას. როცა 2006 წელს ჩვენი მიწის ნაკვეთი ვიყიდეთ, ეს ღობე უკვე იდგა. ლეგენდის მიხედვით ის მეზობელი ნაკვეთის წინა მეპატრონეებმა ააშენეს და რატომღაც ამ ადგილას საკუთარი თავის საზიანოდ. საბოლოოდ ღობე თავის ადგილას დაბრუნდა. მე კიდევ ჩვენი ნაკვეთის გეგმაში ჩავიხედე, კუთხიდან კუთხემდე სწორი ხაზი. რა თქმა უნდა, ეს ცვლილმანია, მაგრამ ამ მიწის პატარა ნაჭრებს უკვე შევეჩვით. მათ გარეშე ვოლიერის უკან სივრცე აშკარად დავითროვდება. როგორც ჩანს, მეზობელი ნაკვეთის წინა მეპატრონეებმა ნამდვილი ინტრიგა დაგვიტოვეს. ძაფი თვალსაჩინო დაჩვენებს, რამდენად გადაიხარა წლების განმავლობაში ძველი ბოძები ვერტიკალიდან, იმიტომ რომ ნიადაგი ჩვენთან მარტივი არ არის. ეს იწვევს არასტაბილურობას და რხევას, ხოლო ღობე ისევ მეზობლის მხარეს იწყებს გადახრას. ჩვენი ძველი ხის კომპოსტერი გამოდის საზღვარს დაარღვია. რამდენ შეიძლება გვითხრას დაჭიმულმა თოკმა, ზუსტად ისე, როგორც სიმი მუსიკაში. ამ შემთხვევაში სევდიან მუსიკაში. კომპოსტერსთანაც ღობე დაბრუნებას არ აპირებდა. არ მოხდა, რომ ჩვენი გიგანტური ნდელო ეხლა ნახევრად მეზობლისაა. კაცრშვეული ჩამოიკიდა კომპოსტერზეც, რომელიც პენოპლექსისგანაა, მაგრამ საბედნიეროდ მისი გადატანა უფრო მარტივია ვიდრე ხის კომპოსტერის. როგორც არ უნდა დაატრიალო, მაინც გადმოდის. და ესენი პირველი აყვავებული ნარცისები ჩვენი პენოპლექსის ეზოს ტუალეტის უკან, თითქმის მთლიანად მეზობლებისაა, ბოლოსწინა სვეტიც კი გადმოდის. თუ თოქს ოდნავ გადავხრით, ჩვენთვის ყველაფერი ბევრად უკეთესად ხდება. ნარცისები ისევ ჩვენია, ვიგრძენი რაღაც საეჭვო და მეზობლების რჩევისთვის მოვიწვია. ზუსტად არავის ახსოვდა ამ ადგილზე რა გაზომეს გეოდეზისტებმა.
მაგრამ რჩევის შემდეგ გადავწყვიტეთ საფუძვლად აგვეღო არა ის სქელი ბოდი, რომელსაც მე მივამაგრე თოკი, არამედ უფრო პატარა, რომელიც მის უკან იმალებოდა. ზუსტად მისგან იწყება ძლიერ გადახრილი ღობე, რომელიც მეზობლებს მეორე მხრიდან ყოფს. რადგან საჭირო ბოდზე დამაგრება პრობლემური იყო, უკვე არსებულ კონსტრუქციაში შევიტანეთ ცვლილებები. ჩანდა სულ რაღაც 7-8 სანტიმეტრი იყო. და ნარცისები უკვე უფრო ჩვენი გახდა ვიდრე მეზობლების. ბენოპლექსის კომპოსტერი საზღვარს არ არღვევს. თუ დაჭიმული თოკი როგორც სიმი ხმებს გამოსცემდა, ახლა მისი მუსიკა უფრო მხიარული იქნებოდა. ჩემთვის ნამდვილად ასეა. გიგანტური ნდელო მაინც ნაწილობრივ მეზობლისაა, ხოლო ხის კომპოსტერი ერთ კუთხეში რუსტად თავის ტერიტორიაზე დგას და თითქმის მეორეც. თუ ცოტა დააკორექტირებ, ყველაფერი რიგზე იქნება. მაგრამ თუ სერიოზულად ვიტყვით, კომპოსტერების გადატანა მაინც მოგვიწევს, ხოლო მცენარეების გადარგვა. პირველი სვეტის როლში გამოვიყენებ ჩვენი წინაღობის აგურის სვეტს. ვავლობ მეორე სვეტის წერტილს. ამ წერტილში ჩავარჭე ლითონის ვეროს ნაჯერი. ასეთი ბევრი მაქვს. მაგრამ რულეტკა ასეთებზე არ ეჭიდება. ამიტომ თავში მომივიდა ხრიკი. საერთოდ როგორ ხდება მონიშნა? რულეტკი ძომავს საჭირო მანძილს მომავალ სვეტებს შორის. ხოლო შვეულა აჩვენებს ხაზს, რომლის მიხედვითაც უნდა გაიზომოს. ჩვეულებრივი თოკის პროექცირება მიწაზე ბაბუების მეთოდით. ყველაფერი ძალიან მარტივი იქნებოდა, რომ შეგვეძლოს თოკის თვითმიწის ზემოთ გაჯიმვა, მაგრამ ამისთვის ჯერ საჭიროა 50 მეტრი ძველი ღობის დემონტაჟი. კომპოსტერების გადატანა, ყველა მცენარის გადარგვა, ამით მაშინვე ჩაერთვები დიდ ბრძოლაში. ლაზერული დონეც ვერ დაგეხმარება. მინდა ნელა აუჩქარებლად ვიმუშაო, ამიტომაც ავირჩიე ესეთი მონიშნის ვარიანტი. ჯერჯერობით დემონტაჟის გარეშე. საწყისში მინდა ახალი სვეტების ადგილები გამსაზვრო. ყველაფერი გავითვალისწინო და ვფიქრდე, გამოვიმუშაო სუპერ საიმედო საკროტემის დამონების დამონტაჟების ტექნოლოგია, მობერილ ნიადაგზე. და მერე უკვე შეიძლება დავიწყო სწრაფადაც. საყანარებს შორის მანძილს ზუსტად 251 სანტიმეტრზე ვანაწილებ. მომარაგების ჟინში ცოტა ხრეში და ცოტა ქვიშა ვიყიდე, მარაგად ვიტიდე, ღობისთვის სულ ცოტა დამჭირდება. შესაძლოა ამ ეტაპზე მაღალი სიზუსტე საჭირო არ იყოს. ბურდეთ გაგეცდება ხროლები, რაც გარკვეულ ფარგლებში საშუალებას მომცემს სვეტების მდებარეობა შევასწორო. ამობენ, რომ მაღალი სიზუსტისკენ სწრაფვა თითქოს არაჯანსაღი დიაგნოზია, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოდის ყველაზე ავადმყოფები გერმანელები და იაპონელები არიან. და როცა უყურებ ჩვენს ხშირად ისევ გადახელ და ეზოს ნაგებობებს, ჩნდება დასკვნა, რომ ყველაზე ფსიქიკურად ჯანმრთელები ჩვენ ვართ, პოსტსაბჭოთა ხალხი. კაცად ნუ განჟით, მაგრამ ვცდილობ დავარღვიო ეს ჩვენი გადახრილი ტრადიციები. ამიტომ ზუსტად 251 სანტიმეტრი, არც მეტი აცნაკლები, რატომ შემდეგ გეტყვით. მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე სვეტების მონიშნა უპრობლემოდ შევძელით. მათი მდებარეობა ჯერჯერობით ჩვენს მხარესაა, ძველი ღობის მიმართ. თოკით შემომოწმე გრავიტაციული ანომალიების არარსებობა. შვეულა სწორად მუშაობს, ყველაფერი ზუსტადაა როგორც აფთიაქში. შემდეგ რამდენიმე სვეტის მდებარეობა ძველი ღობის ადგილზე მოდის. ვტოვებ შვეულას ზუსტად მეხუთე მონიშნული სვეტის ღეროზე. მარკერით ვანიშნავ კარაბინის მდებარეობას თოკზე. რისგანაც იქნება მომავალი ღობის შევსება, ზუსტად ჯერ არ გადაგვიტყვეტია. შესაძლოა ჰიბრიდული იყოს. მაგრამ ნებისმიერ ღობს სჭირდება საიმედო ბოძები. მონიშნულ ადგილზე ვამაგრებ თოკის სამაგს. ლაიფჰაკის დახმარებით სამაგზე ვამაგრებ რულეტკას. აღმოჩნდა, რომ თუ თოქსა და რულეტკის კორპუსზე მისივე სამაგს გადააგდებ, კიდევ ერთი ლაიფჰაკი გამოდის. და რულეტკა შეიძლება ეკიდოს თოქზე. რულეტკის სტილო ცდილობს ჩამოეკიდოს. აქ დაგვეხმარება ლაიფჰაკი იზოლენტით. თუ პროფესიონალურად მუშაობდი ღობეებზე, სპეციალურ თოქს გავაკეთებდი სვეტებისთვის მონიშნვით. ასეთ შემთხვევაში რულეტკა საერთოდ აღარ დამჭირდებოდა, ხოლო თოკი და ვერტიკანი. და ლაიფჰაკი რეზინით და სამაგრითაც აღარ იქნებოდა საჭირო. ჩემი ყველაზე გრძელი 10 მეტრიანი რულეტკა ზუსტად მეყო, ხოლო 10 მეტრის შემდეგ შტის ჩასმას ისევ არაფერი უშლის ხელს. 10 მეტრს კიდევ 4 სანტიმეტრი დავუმატე. 10 მეტრი და 4 სანტიმეტრი გაყოფილი 4-ზე გვაძლევს სანადრელ 251 სანტიმეტრს. ლაიფჰაკი იზოლენტით უქმდება. ასე რომ ამ ეტაპზე ვტოვებ მე-6, მე-7 და მე-8 ბოძებს და პირდაპირ ვნიშნავ მე-9-ს. მე-9 ღერო თავსდება ადგილზე მხოლოდ ვერტიკალის მიხედვით. ამ დროს კარაბინი მოთავსებულია ნიშანზე თოქზე. შემდეგი ბოძი მოხდა ლითონის ნარჩენების სამალავში, რომლის არსებობას დიდი ხნის წინ დამავიწყდა. როგორც იოსებ სტალინი ამბობდა, ცხოვრება უკეთესი გახდა, ცხოვრება უფრო მხიარული გახდა. ასეა ნამდვილად. ლითონის ჩაბარება აღარ მჭირდება.
და თუ გულწრფელად ვიტყვი, ბოლოს ლითონის ნარჩენებს კიდე საბჭოთა სკოლაში ვაგროვებდი. თანაც სრულიად უფასოდ. ამჯერად ამ ზარმაც მონიშნას დემონტაჟის გარეშე ვამჯობინე, რადგან თავიდან მაინც რაღაც სწორი უნდა გაკეთდეს, რისგანაც შემდეგ საიმედოდ შეძლებ დაწყებას. პირველ რიგში მინდა დავაყენო კიდე ის სვეტები და რამდენიმე შუაში, რომლებიც 50 მეტრს უფრო პატარა მონაკვეთებად დაყოფე. ხის კომპოსტერი ხელს უშლის შემდეგი სვეტის მონიშნას, ამიტომ ისიც დროებით გამოტოვებულია და შემდეგი სვეტი მონიშნულია. სვეტს ვტოვებ და კომპოსტერთან, რომელიც პენოპლექსისგანაა, შემდეგ ვაგრძელებ. იმისთვის, რომ შემთხვევით არ დავაბიჯოთ ცუდად შესამჩნევ ღეროებზე, მათზე ჩემი საყვარელი მასალის ნაჭრებს ვაცვამ, ასე რომ თუნდაც ბინჩში ისინი კარგად ჩანს. მიწოდების ნაკადი აშეთვოტილა და საღამოს სვეტებისთვის ლითონი ჩამოვიდა. გადმოტვირთვა კადას მიღმა დარჩა. რკინა კიდევ ეფა მეზობელმა მოიტანა. მას ყველაზე გრძელი მისაბმელი აქვს, ყოველ შემთხვევაში ჩვენს გომელის მხარეში. შეიძლება მთელ ბელარუსიც კი, რომელსაც მსუბუქი ავტომობილი შეუძლია გამოათრიოს. ამ მისაბმელზე უპრობლემოდ თავსდება 12 მეტრიანი მეტალოპროკატი, რაც ძალიან მოსახერხებელია. შემდეგ ვიდეოში ღობის შესახებ ვისწავლი ძალზე ნაკლებ შრომატევად და ძალზე მასალათანაზოგ ტექნოლოგიას, როგორ დავაყენო სუპერმტკიცებოძები რთულ, თიხიან და ამობურცულ ნიადაგზე, სადაც ვერტიკალურად დგომა ძალმა ძენ იშვიათ გოდს შეუძლია. მარტივი იაფასიანი ხელნაკეთი მოწყობილობის დახმარებით, რომელიც საშუალებას იძლევა ბოძი მარტივად და ძალიან ზუსტად დააყენო. ამიტომ ამ ამოცანას შეძლებს გაუნკლავდეს თუნდაც დიასახლისი. ჩვენ სახლის ხელოსნები კი მით უმეტეს. ამ ბოძების ვერტიკალურ მდგომარეობაზე დრო ვერ იმოქმედებს. ამიტომ დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი იაშაკოსიაკის სიმღერები, გამოიწერეთ რუტუბი, ვიკე ჯგუფი, TikTok-ი და ძენი. ყველა მული ვიდეო შქვეშია. დააჭირეთ ზარსაც, რომ ზუსტად მიიღოთ ყველა შეტყობინება. მოდი იყოს მშვიდობა მთელ მსოფლიოში. მადლობა.